პროტესტის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები პირველ არხთან ამ წუთებში იკრიბებიან. ცოტა ხანში უნდა დაიწყოს სამეურვეო საბჭოს სხდომა, სადაც ბორდის თავმჯდომარის საკითხზე იმსჯელებენ. ამ თანამდებობას ვასილ მაღლაფერიძე უკვე 3 წელია იკავებს. ის ქართული ოსტების თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა და ხალხის ფულით დაფინანსებულ ტელევიზიაში ოლიგარქის რეჟიმის ინტერესებს ატარებს. ბოლოს სხდომაზე ის იმ თანამშრომლებს დაემუქრა პროკურატურით, ვინც საჯაროდ აკრიტიკებს საზოგადოებრივ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას და ითხოვს მაღლაფერიძის გადადგომას. ნანო ჩაკვეტაძე იმყოფება ადგილზე, მისგან უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ. ნანო, გისმენთ. საზოგადოებრივ მაუწყებლის 11 წევრიან სამეურვეო საბჭოს, როგორც ჩანს, ამ საბჭოს თავმჯდომარის შერჩევა ხმაურისა და პროტესტის ფონზე მოუწევს, რადგან წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს მაუწყებლის ოფისში სამეურვეო საბჭოს სხდომა. ამის პარალელურად კი მაუწყებლის ახალ ოფისთან პოლიტიკოსკაის ქუჩაზე მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი აქ საპროტესტო აქციას გამართავენ. მე გეტყვით, რომ სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ მაუწყებლის შედგება 11 წევრისგან და სწორედ ამ 11 წევრთა სრული უმრავლესობის თანხმობაა საჭირო იმისათვის, რომ საბოლოოდ შეირჩეს თავმჯდომარე დღევანდელ სხდომაზე. აქ შეკრებილი მოქალაქეები ეჭვობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ იქნებიან წარმოდგენილი კანდიდატები სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეობის პოზიციაზე, მაღალი ალბათობით ამ პოზიციაზე ერთადერთი კანდიდატიც და შემდეგ უკვე შერჩეული კანდიდატიც იქნება ვასილ მაღლაფერიძე. ცოტა ხნის წინ მოვიდნენ აქ საზოგადოებრივ მაუწყებლის მცველები, მოქალაქეები, რომლებიც უკვე 2 თვეზე მეტია, ან 2 თვეა პრინციპში იკრიბებიან საზოგადოებრივ მაუწყებლის ყოფილ შენობასთან. ახლა უკვე ისინი აქაც აპირებენ გარკვეულწილად გადმონაცვლებას და საპროტესტო აქციების გამართვას. საზოგადოებრივ მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს, ხალხის ხმას ვერ ჩაახშობთ, ეთერი ხალხს, სინათლეს, სიმართლეს ხედავთ ამ პოსტერებს, ასევე პოლიცია არის განლაგებული მთლიანად ამ ტერიტორიაზე. ცოტა ხნის წინ, სულ რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებმა სწორედ ამ პოსტერის, რომელსაც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ხედავთ, ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს გაშლას სცადეს საზოგადოებრივ მაუწყებლის ახალი ოფისის ჭიშკართან, რაზეც მათ პოლიციისგან დახვდა წინააღმდეგობა. პოლიციამ უთხრა მათ, რომ ვერ შეძლებდნენ ამ პლაკატის გაშლას ადგილზე, უნდა შეერჩიათ გარკვეული კუთხე, სადაც ექნებათ გაშლილი ეს პოსტერი და გააჟღერებენ საკუთარ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი ისინი ისევ შეეცდებიან, რომ ეს პლაკატი მიიტანონ ჭიშკართან, რასაც ახლა უკვე როგორც ხედავთ, პოლიციის მთელი ხაზი იცავს, მაშინ ისინი დაარღვევენ გარკვეულწილად წესრიგს და ალბათ ამაზეც პასუხს მიიღებენ. ყოველ შემთხვევაში ამას ამბობდნენ ცოტა ხნის წინ აქ პოლიციელები. შეგვიძლია ნახოთ და მოვისმინოთ ის კომენტარები, რომლებიც აქ შეკრებილმა მოქალაქეებმა გაკეთეს. აქ მცირე ხმაური და შეხლა შემოხლა იყო პოლიციასთან, ასევე ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, რომელიც უკვე სხდომას უნდა დაესწროს. ეს სხდომა წუთი-წუთზე დაიწყება მაუწყებლის ახალ ოფისში. ის მოქალაქეებმა სტვენებით, ხმაურითა და პროტესტით შეაცილეს ოფისში. თუ არ შეიძლება გითხარით, რომ არ შეიძლება ზეთრ მათი მოძრავიას მოგვეუბნებით, მოძრავს არ უშეშს. ამას გიჩვენეთ. აი მაშინ სანაირად გითხარით, მოძრავი კი არა, არ შეიძლება და აი ესე პირდაპირ გითხარით, რომ არ მიაკრათ, არ გაგილა. და არა მოძრავნა წუდა მივაკეთე. მოძრავი არაფერში არ მიამაღლებ შენობა. აი ეგრეთ მაშინ მოძრავი არაფერში არა, ეს არის მიზეზი უბრალოდ რომ არ მივაკეთეთ რა. და პირდაპირ თქვათ, რომ არ გინდათ რომ მივაკრათ. და ეგრეთ. ნახეთ როგორ ის კოჩები. ახლა დავდექით ესე დავდგებით ეს ხელში დაიჭრა. კი ბატონო, კი აი ესე ვიდგებით. აი ჩიკარის გახსნა რომ მოუნდებათ ჩვენ აქ ვიდგებით ეს. მოვედით ამისთან ესა მოდის ეხლა მანქანა. ფორმულად ამას არ არის მოვიდეთ შეგვიძლია რომ გამოხატოთ ჩვენი საპროტესტო. და მაშინ ჩამოვიდეთ. მაინც აი არ შეგვიძლია ჯერჯერობით ეს არ კარგია რა. სიხეში იქნები მალე.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას მოყოლებული 2022 წლიდან უკვე 3 წელია, რაც სწორედ ვასილ მაღლაფერიძე იკავებს. რატომ არ უნდა გახდეს ვასილ მაღლაფერიძე ისევ თავმჯდომარე და რატომ არ უნდა გააგრძელოს მან საერთოდ მუშაობა ამ სამეურვეო საბჭოში, რატომ არის რიგი ცვლილებები განსახორციელებელი როგორც სამეურვეო საბჭოში, ასევე მთლიანად მაუწყებლის ბორჩი თუ მის მიღმა ამასთან დაკავშირებით ახლა აქციის მონაწილეებს დავეკითხებით აქციის მონაწილეებს, რომლებსაც თავად ვასილ მაღლაფერიძეც არამარტო ვასილ მაღლაფერიძე ემუქრება არამარტო თავის თანამშრომლებს პროკურატურით, არამედ დასჯით ემუქრება აქციის მონაწილეებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. გოტა ჭანტურია აქ ამ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე. გოტა, გითხარი, არ აკლებს ვასილ მაღლაფერიძე ამ მიზეზზე ამატებს, რატომაც არ უნდა დაიკავოს ეს პოსტი. იქ პროკურატურით დაემუქრა თავის თანამშრომლებს, თქვენზე ამბობს, რომ თქვენ თითოეული თქვენგანი დასასჯელები ხართ ამ პროტესტისთვის, რაც საწინააღმდეგო აზრის გამოხატვისთვის. გითხარი უფრო მეტი ამ მოთხოვნის შესახებ. რატომ არ იმსახურებს ის ამ თანამდებობას? ხო, უამრავი მიზეზი არის და მთავარი რის გამოც ვთქვათ პირველივე დღიდან აქ ვართ 30 ნოემბრიდან, რომ ეს არხი არის გადაქცეული პროპაგანდისტულ მედიად, რომელიც წამლავს საზოგადოებას, ატყუებს საზოგადოებას და ჩვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი და ჩვენ არ გვაქვს არც მორალური უფლება, არც სხვა მხრივ, რომ მინიმუმ არ გავაპროტესტოთ მაინც ჩვენი აზრი არ გამოვთქვათ. გარდა ამისა, ისინი ჩვენს გასამართლებას ითხოვენ და ჩვენ ახლა აქ დავსხდეთ და მშვიდად ვუყუროთ ამას, რასაც პოლიცია გვეუბნება, რომ მშვიდად გამოვხატოთ თურმე ჩვენი პროტესტი, ესეც საოცარი ამბავი არის, ხო? ამის უფლება არ გვაქვს, ამას არც გავაკეთებთ, პროტესტი გრძელდება, გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ და სანამ არ დავიბრუნებთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და აი ამ ადამიანებს, ვინც ეხლა არიან შესულები, ბორდის წევრები, მათი უმეტესობა, ისევე ჩუმად და ისევე შიშით მოუწევთ ყველგან სიარული, როგორც აი ახლა დღეს შევიდნენ, რომ 1 საათით ადრე კიდევ უფრო ადრე შევიდნენ შეხვედრაზე უკანა კარიდან იმისთვის, რომ დამალოდნენ აქ ყოფ საზოგადოებას. ერთადერთი ადამიანი იყო ბორდო მძინარიშვილი, რომელსაც მე მგონი არაფერი არ აინტერესებს, რომელიც შევიდა და მიიღო საკადრესი პასუხი, რასაც ის იმსახურებდა. კი ბატონო, დიდი მადლობა. მოლოდინებზე მინდა კითხოთ, გამარჯობა. სხდომასთან დაკავშირებით, მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიცით, რომ 11-ვე წევრის სრული უმრავლესობის თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ ამ შემთხვევაში ვასილ მაღლაფერიძე გადაწყდეს, რომ იყოს ისევ თავმჯდომარე. როგორია მოლოდინები? გონიათ თუ არა ვინმე გაბედავს იქ საწინააღმდეგო აზრის გამოხატვას და შეიძლება რომ არ აღმოჩნდეს საბოლოოდ ვასილ მაღლაფერიძე თავმჯდომარის პოსტზე? პირადად ჩემი მოლოდინი ის არის, რომ 3 წევრი ამის წინააღმდეგი წავა აუცილებლად, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემი ის მთავარი, ასე ვთქვათ, სურვილი და მოტივი აქ ყოფნის არის ის, რომ უბრალოდ პროტესტი გამოვხატო და ვაჩვენოთ მათ, რომ ეს პროტესტი არ მინელდება არავითარ შემთხვევაში და ყოველთვის საპროტესტო და საწინააღმდეგო აზრი ვთქვათ იმისი, რომ აი რასაც ადრე შეფარვით თითქოს თქვათ ესე დეკლარირებულად არ აკეთებდნენ, დღეს ფაქტიურად ნიღაბით ჩამოიხსნეს და 2-3 კვირის წინ მოგვევლინენ 20-იანი და 30-იანი წლების 1920-იანი და 30-იანი წლების აი საუკეთესო მაგალითად ასე ვთქვათ, რა იმ ტროიკების საუკეთესო მაგალითად, როდესაც აი არ ვიცი, აი ასე უსირცხვილოდ და ყოველგვარი დაფარვის გარეშე რაღაც აი უნდაბლე, არ ვიცი რა უწოდო ამას, რა რომ ადამიანებს არ შეცვლათ იმის გაკეთება, რაც გააკეთეს, აი არ ვიცი. დიდი მადლობა, დაგიტოვებთ კადრს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ოფისში, პოლიტკოვსკაიის ქუჩაზე დაიწყო სამეურვეო საბჭოს სხდომა. დღეს საბჭო სწორედ იმსჯელებს იმაზე, თუ ვინ უნდა გახდეს ამ საბჭოს თავმჯდომარე. აქ შეკრებილი ადამიანები შიშობენ და ეჭვობენ, რომ მაღალი ალბათობით ეს იქნება ისე ვასილ მაღლაფერიძე. მე გაგახსენებთ, რომ ვასილ მაღლაფერიძე ამ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს, მას ეს 3 წლიანი ვადა ამოეწურა. სწორედ 2022 წელს სავარაუდოდ იმისთვის, რომ ისევ იგივე თავმჯდომარე დარჩენილიყო ამ პოსტზე, ყოველ შემთხვევაში ამას ფიქრობენ აქ შეკრებილი ადამიანები. საზოგადოებრივი მაუწყებლის წესდებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც თავმჯდომარე ამ პოსტს დაიკავებს არა 3 წლით, არამედ 6 წლით. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სამეურვეო საბჭო. 11 წევრის სრული უმრავლესობის თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ პოსტზე თავმჯდომარე გაამწესონ. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს ვასილ მაღლაფერიძე, როგორც ამას აქ შეკრებილი მოქალაქეები შიშობენ. გიჩვენებთ კიდევ ერთხელ კადრს პოლიტკოვსკაიის ქუჩაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობასთან იკრიბებიან ამ წუთებში მოქალაქეები. რამდენიმე წუთის წინ დაიწყო უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფისში სამეურვეო საბჭოს სხდომა. შენობას პოლიცია იცავს.